გუშინ შეძენილი ისპანახის ნაწილიდან დღეს საუზმეს მოვამზადებ. რისთვისაც გუშინაყიდი პროდუქტების გარდა დაგჭირდება მარილი, პილპილი, 2 კვერცხი, ზეთი, მეკვლიავიდან აღებიც გავუკეთე, მაგრამ მოდი რადგან ეს მინიმალური პროდუქტების სიაში შეიძლება არ შეიყვანოს საქსტატმა, მეც არ დავთვლი მათ ღირებულებას. ასევე მე მზესუმზირის ზეთის ნაცვლად ზეითუნის ზეთს ვიყენებ, რაც ფაქტობრივად ფუფუნების საგნად იქცა საქართველოში, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან საარსებო მინიმუმს ეხება საქმე, დავთვლი მზესუმზირის ზეთის ღირებულებას. არ შევიყვან პომიდორსაც ზამთარში ფუფუნებაა ჩერი განსაკუთრებით ისეთი ფასი ღირს. 1 კვერცხი საშუალოდ 60 თეთრი ღირს, 2 ლარი და 20 გამოვა, ზეთი მთელი თვის სამყოფი 1 ადამიანისთვის 8 ლარად ვიანგარიშოთ, მარილი ასევე მთელი თვის სამყოფი და პილპილი 80-80 თეთრად ჩავთვალოთ და 204 ლარიდან დაგვრჩება 199.6 ლარი. თუმცა მე რომ ზეითუნი ჩერიდან აღებიც მიანგარიშა, ბევრად ნაკლები თანხა დაგვრჩებოდა. ნახოთ რაც დაგვრჩა სადამდე გვეყოფა.